საღამო მშვიდობისა თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, გვისმენს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. დიდი მადლობა მათაც, ვინც ცდილობს ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას, მათთვის ბმული არის ამ ვიდეოს აღწერაშიც და არხის აღწერაშიც. თქვენი დახმარება, თუნდაც სიმბოლური, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დასავლურ ცივილიზაციას აქვს სამი ძირითადი ფუნდამენტი: ძველი საბერძნეთი, რომი და ქრისტიანობა. მათ ისტორიის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ რა არის დასავლეთი და რატომ ითვლება საქართველო ამ ცივილიზაციის ნაწილად. დღეიდან ზღარბზე გამოვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოს ამ ციკლიდან და ცხადია ვიწყებთ იმის გარკვევით, თუ რა შესძინეს დასავლურ ცივილიზაციას ძველმა ბერძნებმა. თითქოს ძველი საბერძნეთის შესახებ ყველაფერი ვიცით ჯერ კიდევ სკოლიდან, სადაც გვიყვებოდნენ პართენონის, სამასის სპარტელის, უსინათლო ჰომეროსის შესახებ თავისი პოემებით ილიადით და ოდისეათი. მაგრამ სპარტელები ბევრად მეტნი იყვნენ. პართენონი ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო ისეთი ქვეყანა, როგორიც ძველი საბერძნეთია, საერთოდ არ არსებობდა. 3700 წლის წინ ეგვიპტეში უკვე დგას პირამიდები. ბაბილონი მსოფლიოს პირველი მეგაპოლისია, სადაც ყველაფერია. ბაბილონის გოდოლის პროტოტიპიც კი. კუნძულ კრეტაზე კი ყვავის იდუმალი ცივილიზაცია. მათ აქვთ მრავალსართულიანი შენობები, სამსართულიანი სასახლეები კანალიზაციით, წყალგაყვანილობით და აუზებითაც კი. და საერთოდ არ აქვთ არანაირი გალავნები. როგორც ჩანს, კრეტელები შედარებით მშვიდობიანად ცხოვრობენ. ქალები აქ დადიან შიშველი მკერდით, ხოლო კაცები ქვედაკაბებით. მათ აქვთ ფლოტიც და დამწერლობაც. კრეტული წარწერებიდან ბევრ ამეს გავიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ მათი დამწერლობა ჯერ ვერავის გაუშიფრავს. კრეტადან 100 კილომეტრში ეგეოსის ზღვის კიდევ ერთ კუნძულ თერაზე, დღევანდელ სანტორინიზე, სადაც ახლა ტურისტული სამოთხეა, ევროპის ისტორიაში ვულკანის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა. 100 მეტრიანი ცუნამი და ფერფლის ღრუბლები, რომლებიც 1000 კილომეტრის რადიუსზე ყველაფერს დაფარავს. თერას ნაწილი იძირება და როგორც ჩანს, აქედან მოდის მითი ატლანტიდის შესახებ. სტიქიას კრეტა ვეღარ გადაიტანს. მალე აქ დამპყრობლებიც გამოჩნდებიან. ერთ დროს მშვიდობიან კუნძულზე ჩნდება ბრინჯაოს იარაღი და ფილები, რომლებსაც წარწერები უკვე სხვა ენაზეა. ისინი არც თუ დიდი ხნის წინ გაშიფრეს და აღმოჩნდა, რომ ეს ბერძნული ენის ყველაზე ადრეული ნიმუშებია. ამ ენაზე ლაპარაკობდნენ მებრძოლი ტომები, პირველი ბერძნები, რომლებიც მეორე 1000 წლეულის დასაწყისში დასახლდნენ კრეტას მეზობლად. პირველები იყვნენ აქაველები და ააშენეს იქ თებე, ათენი, მიკენი და პილოსი. ოღონდ ამ ქალაქებს უკვე იცავს 6 მეტრიანი გალავნის კედლები და ცხოვრება იქ მშვიდი სულაც არ არის. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ბერძნები თავად აღარ დაიჯერებენ, რომ მიკენის ლომების კარიბჭე მათი ბაბუების აშენებულია და მოყვებიან, რომ კედლები ციკლოპებმა ააშენეს, ხოლო კრეტაზე ბერძნებამდე ცივილიზაცია საერთოდ არ არსებობდა. რომ თითქოს სამსართულიანი სასახლეც ბერძნულია, ფლოტიც და მინოტავრიც ნახევრად ხარია და ნახევრად ბერძენი. არავის ეუხერხულება იმის მითვისება, რომ ხართან თამაში სუფთა კრეტული გართობაა. ბერძნები ისაკუთრებენ ყველაფერს, რაც გზად ხვდებათ და ასე განაგრძობენ მომდევნო 1000 წლის განმავლობაში. კრეტას დაპყრობით ისინი ზღვებსაც დაეპატრონებიან, დაცურავენ და მდიდრდებიან. მიკენის მდიდრულ სამარხებში უამრავი ოქროა, თითქმის ყველა წარწერებიანი ფილა კი ბუღალტრული ანგარიში. მიკენი სწორედ ის ქალაქია, რომელიც ჰომეროსის ილიადაში ტროას ებრძოდა. ჯერ კიდევ 150 წლის წინ ითვლებოდა, რომ ეს ყველაფერი იყო ზღაპარი, ვიდრე მილიონერმა და მოყვარულმა არქეოლოგმა ჰენრიხ შლიმანმა არ აღმოაჩინა მიკენიც და ტროაც. ახლა აქ დგას ლეგენდარული ტროას ცხენი, რომელმაც მიკენური დესანტი ტრიის ზურგში გადასვა. არქეოლოგებმა მართლაც იპოვეს ტროასში ხანძრის და მგრევის კვალი, რომელიც ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 1200 წელს მოხდა, მაგრამ ამ დროს კრიზისი და დაცემის პერიოდია ყველა ძველი ბერძნული დასახლებისთვის, თებედან კნოსოსამდე და ტროადან აშკელონამდე. ხმელთაშუა ზღვისპირეთს ბარბაროსთა ტომები ესევიან. მომდევნო 300 წელს ბნელ საუკუნეებს უწოდებენ. ქრება დამწერლობა, ამიტომ იმ დროის მოვლენებზე ვერაფერს წაიკითხა, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ჰომეროსი. ყველა სმენია უსინათლო პოეტის შესახებ, რომელიც ევროპული ლიტერატურის პირველი ძეგლების, ილიადას და ოდისეას ავტორია.
სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა ის, როგორ ცხოვრობდა და საერთოდ იყო თუ არა ერთი ადამიანი. ილიადა და ოდისეა ჩაწერილია ბნელი საუკუნეების შემდეგ, მაგრამ მისი გმირების ყოფა სწორედ იმ ბნელი საუკუნეების პერიოდიდანაა. მაგალითად, ოდისევსი მხოლოდ იმიტომ არის მეფე, რომ უფრო მეტი შინაური ცხოველი, ცხვარი და ღორი ჰყავს. მისი სასახლე ხისფარდულია, მის მამას კი სძინავს მიწაზე მონების გვერდით. ყველა გმირი გაუნათლებელია, ფულის ნაცვლად ხარებს იყენებენ და ჩნდება კითხვა, რა მოხდა და რატომ შეიცვალა ასე სურათი კრეტა მიკენის სამსართულიანი სასახლეების შემდეგ. მიკენის ცივილიზაციას ანადგურებს კიდევ ერთი ბერძნული ტომი, მაგრამ აბსოლუტურად ველური დორიელების ტომი. ისინი ბალკანეთის ჩრდილოეთის მთებიდან ჩამოვიდნენ, დასახლდნენ პელოპონესში, კრეტაზე და როდოსამდეც მიაღწიეს. ადგილობრივი მოსახლეობა ან მთებს აფარებს თავს, ან აღმოსავლეთით გარბის. წინა ცივილიზაციის ყველა მიღწევიდან დორიელები მხოლოდ ყველაზე აუცილებელს იტოვებენ. აფრებიან ხომალდებს და სამეთუნეო ჩარხს, მოწყობილობას, რომლითაც დოქებს და ქოთნებს ამზადებდნენ. მხოლოდ 100 წლის შემდეგ დაიფარება მათი კერამიკა მარტივი მორთულობით და მხოლოდ 4 საუკუნის შემდეგ გაჩნდება მათზე ადამიანების და ცხოველების ყველაზე პრიმიტიული გამოსახულებები. დაახლოებით ამავე პერიოდში, ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეების მიჯნაზე, ბერძნებმა გადაიღეს მეზობელი ფინიკიელებისგან აბსოლუტურად ახალი ანბანი, რომელიც გავს კრეტა მიკენის ხაზოვან დამწერლობას. ამ დროიდან ბნელი საუკუნეების ნისლი გაფანტვას იწყებს. და მხოლოდ აქ იწყება ჩვენთვის ნაცნობი ძველი საბერძნეთი, ქვეყანა, რომელიც სინამდვილეში არასდროს არსებობდა. ეს არ იყო სახელმწიფო, რომელსაც დედაქალაქი და ერთიანი საზღვარი ჰქონდა. ეს იყო ბევრი და ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქალაქი, რომელსაც პოლისებს უწოდებენ. საბერძნეთი ესაა ზღვა და მთები, რომლებიც მას ცალკეულ მიწებად ყოფს. მხოლოდ რამდენიმეა ვარგისი მიწათმოქმედებისთვის. ხორბლის იმპორტი თავიდანვე საჭირო გახდა, ამიტომ მალევე გაჩნდა იდეა, რომ ამ ხორბალს თავადვე მოიყვანდნენ იმ ადგილებში, საიდანაც ის მოჰქონდათ. ასე დაიწყო დიდი კოლონიზაციის პერიოდი. პირველი ისტორიკოსების ცნობით, მარტო მილეთმა დააარსა 90 კოლონია, მათ შორის ფეოდოსია და ქერჩი ყირიმის ნახევარკუნძულზე. სახლდებიან იტალიის ჩექმის ქუსლზეც. ასე ხვდება იქ ანბანი, რომელიც მოგვიანებით გახდება ლათინური და მსოფლიოს დაიპყრობს. ბერძნული ცივილიზაცია მოიცავს ტერიტორიას მდინარე დონის შესართავიდან დღევანდელი საფრანგეთის ქალაქ მარსელამდე, რომელსაც მაშინ მასალია ერქვა. აქ ჩაიტანენ ყურძნისვას და ასე დაიწყება ფრანგული ღვინის ისტორიაც. ამფორები, რომლის ფრაგმენტებსაც პოულობენ გიბრალტარიდან საქართველოს ტერიტორიის ჩათვლით, უბრალო დეკორის და სილამაზის საგანი არ არის. ესაა ღვინის ჭურჭელი და ხორბლის შესანახი კონტეინერი. ვაჭრობა, რომ უფრო მოსახერხებელი გამხდარიყო, იქნება ლითონის მონეტები, რომლებსაც ანბანის მსგავსად სესხულობენ მეზობელი ლიდიელებისგან. პლატონის თქმით, რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ბერძნები ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ დასახლდნენ როგორც ბაყაყები ჭაობის ირგვლივ. კოლონიზაციის პროცესში თითქმის არ მონაწილეობს მხოლოდ ორი პოლისი: ათენი და სპარტა. სპარტელები იმ ბრძოლის მოყვარე დორიელების შთამომავლები არიან, რომლებმაც მიკენის ცივილიზაცია გაანადგურეს. მათ მიწის დეფიციტის პრობლემა სხვაგვარად გადაწყვიტეს. დაიპყრეს მეზობლები, უზარმაზარი ნაყოფიერი მიწა მესენია. მისი ყველა მცხოვრები გამოაცხადეს ჰილოტებად. ეს იყო რაღაც საშუალო მონაზდა მას შორის და ისინი სპარტელებზე ბევრად მეტნი იყვნენ. ასე გადაიქცა სპარტა ჩვეულებრივი პოლისიდან სამხედრო ბანაკად, რომლის მთავარი ამოცანაც იყო არ დაეშვა აჯანყება. ათენშიც ყველაფერი სხვაგვარადაა. მიწისთვის ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ არისტოკრატიას და ხალხს მოუწია შეთანხმება. აქედან წარმოიქმნება შემდეგ დემოკრატია, მაგრამ დასაწყისში ხელისუფლებაში ხვდებიან ტირანები. ბერძენი ტირანი აუცილებლად ტერორისტ მმართველს არ ნიშნავს. ის არ ატერორებს დემოს, თავისუფალ მოსახლეობას, უფრო პირიქით. ხშირად ესაა არისტოკრატი, რომელიც სხვა არისტოკრატებს ემტერება, ამიტომ რიგით ადამიანებს პირდება კარგ ცხოვრებას და მათი მხარდაჭერით ძალით იგდებს ხელში ძალაუფლებას. ტირანის მთელი ენერგია ხელისუფლების შენარჩუნებას ხმარდება. ამიტომ ის არანაირ რეფორმებს არ ატარებს, არაფერს გარდაქმნის, მხოლოდ აძევებს კონკურენტ არისტოკრატებს პოლისიდან. ხალხის თვალის ასახვევად კი იგონებს ახალ დღესასწაულებს და კულტებს. რომელიმე სახალხო ღმერთის, მაგალითად
დიონისეს პატივსაცემად. უკმაყოფილოებს კი სიკვდილით სჯის სპილენძის ხარში. მაგრამ ყველა სიკვდილით ვერ დასჯიდნენ. ტირანებს ამხობენ, შესუსტებული არისტოკრატია კი ცდილობს ხალხთან მოლაპარაკებას. ასე იბადება ბერძნული დემოკრატია. ძველ ბერძენს რომ თანამედროვე დემოკრატია ენახა, ის მას ოლიგარქიას უწოდებდა. მათი დემოკრატია იყო პირდაპირი, ანუ არანაირი დეპუტატები არ არსებობდნენ. თუ კი პოლისში იყო 6000 მოქალაქე, სახალხო კრებაში მონაწილეობის უფლება 6000-ს ჰქონდა, მაგრამ მოქალაქე იყო მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედზე ნაკლები. მაგალითად, ათენში ძველი დროით მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა 250,000 ადამიანი, მათგან მოქალაქე იყო 30,000, რადგან მონას, ქალს და ემიგრანტ მუშებს მეტეკებს მოქალაქეებად არავინ თვლიდა. მე-6 საუკუნის შუა წლებში ყველაზე განვითარებული პოლისები არიან არა ათენი და სპარტა, არამედ იონიის პოლისები, სამოსი, ეფესო, მილეთი. ისინი ყველაზე ადრე ითვისებენ აღმოსავლელი მეზობლების ინოვაციებს, ანბანს, ფულს, მათემატიკას, ფლოტს და თუ სავაჭრო ლოგისტიკას. იმავდროულად მათ მოულოდნელად გვერდიდან უჩნდებათ საფრთხე, უზარმაზარი სპარსეთის იმპერია. 499 წელს მილეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და მტერს წინააღმდეგობას გაუწევს. მას დაეხმარებიან ათენელები, მაგრამ არაფერი გამოვა. სპარსელები გადაწვავენ მილეთს და განაგრძობენ გზას სხვების დასაპყრობად. საბერძნეთის დაპყრობის მცდელობა 20 წელს გაჭიანურდება. ის თუ რა ხდებოდა მაშინ, ვიცით, პირველი ისტორიკოსის ჰეროდოტესგან. ის გვატყობინებს, რომ სპარსელების მხარეს არანაკლები რაოდენობის ბერძნული პოლისი იბრძოდა, ვიდრე ათენის და სპარტის მხარეს. მაშინ როგორ გაიმარჯვეს მათ? პირველი მიზეზი იყო ის, რომ მათ ჰქონდათ სამხედრო ინოვაციები. მარათონის ბრძოლაში ბერძნები იყენებდნენ ფალანგას, ქვეით და მწყობრ საბრძოლო წყობას. ჰეროდოტი ამბობს, რომ სპარსელებმა დაკარგეს 6400 ადამიანი, ათენელებმა კი მხოლოდ 192 და ერთი მდევარი, რომელმაც 42 კილომეტრი ირბინა, რომ ათენელებისთვის გამარჯვების შესახებ ემცნო და მხოლოდ ამის შემდეგ გარდაიცვალა. დევრის შესახებ ინფორმაცია მითია, რომელსაც 500 წლის შემდეგ მწერალი პლუტარქე მოიგონებს. მეორე მიზეზი არის ის, რომ თერმოპილეს ხეობაში 300 სპარტანელმა მეფე ლეონიდასის მეთაურობით 3 დღით შეაკავა 100,000 სპარსი. მართალია მათთან ერთად შეტევას რამდენიმე 1000 ბერძენიც აკავებდა სხვადასხვა პოლისიდან, მათ შორის ის ნახევრად ყმა ჰილოტები, მაგრამ მაინც ყველაფერი სპარტანულ სულისკვეთებას ბრალდება. ისინი ხომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მშვიდობის დროსაც კი ყაზარმებში ცხოვრობდნენ. და მესამე მიზეზია ფლოტი. ათენთან ახლოს ვერცხლის საბადოები იპოვეს. მათი გამოყენება ბევრი რამისთვის შეიძლებოდა, მაგრამ დემოკრატიული კენჭისყრით გადაწყდა, რომ მათ დახარჯავდნენ 200 სამხედრო ხომალდის ტრიერას მშენებლობაზე. ეს იყო ძალიან სწრაფი და მოქნილი სამხედრო ხომალდები ნიჩბების 3 რიგით. უახლესი ფლოტის დახმარებით ბერძნები ამარცხებენ სპარსელებს გადამწყვეტ საზღვაო ბრძოლაში, სალამინის ბრძოლაში, რასაც ხმელეთზე გამარჯვებაც მოჰყვება. ბერძნები კონტრშეტევაზე გადადიან. იმავდროულად სიცილიელი ბერძნები ამარცხებენ თავიანთ ძველ კონკურენტებს, კართაგენელებს. ასე შეინარჩუნებენ ტერიტორიას მიმოფანტული პოლისები, რომლებსაც კლასიკური ბერძნული კულტურა დაიბადება. სპარსელების საბოლოო დამარცხებისა და აზიაში პოლისების გასათავისუფლებლად ათენელები საზღვაო კავშირს შექმნიან. ათენი ხდება ბერძნული სამყაროს ცენტრი. 150-მდე ქალაქი დათანხმდა ყოველწლიურ შენატანს, რომლითაც საერთო ფლოტს და არმიას შეინახავდნენ. ხაზინას ინახავენ დელოსში, აპოლონის წმინდა კუნძულზე. მაგრამ საკმაოდ მალე, მეტი ფინანსური მდგრადობისთვის, ჩნდება მფარველის ათენათი შეცვლის იდეა და ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნის ყველაზე ელიტური უძრავი ქონება, საუკეთესო ხედით მთელ საბერძნეთში, ხდება პართენონი, რომელიც შენდება არაიმდენად როგორც ტაძარი, არამედ როგორც ცენტრალური ბანკი, სადაც ბინას დაიდებს მთელი საკავშირო ხაზინა. ამ ფულის გარეშე ბერძნული კლასიკა არ იარსებებდა. არიარსებებდა ქანდაკებები, თეატრი, არქიტექტურა და ფილოსოფია. ახალი ფინანსური ცენტრის სათავეში ორატორი და სტრატეგი პერიკლია. ის აფორმებს 30 წლიან ზავს სპარტასთან. აღადგენს სპარსელების მიერ დანგრეულ აკროპოლის. გალავანი მიყავს პირეოსის პორტამდე. მას პირველად აშენებენ რეგულარული გეგმარების პრინციპით. იმ პრინციპით, რომლითაც დიდი ხნის შემდეგ ააშენებენ ნიუ-იორკს და ჩიკაგოს. სადაც ფულია, იქ არიან საუკეთესო ტვინებიც.
სკულპტორი ფიდიასი ქმნის მთავარ ბერძნულ ქანდაკებებს. ფილოსოფოსი ანაქსაგორაკი გამოთქვამს შემაშფოთებელ იდეას, რომ მზე ეს ეტლში მჯდომი ღმერთი ჰელიოსი კი არ არის, არამედ პელოპონესის ნახევარკუნძულის ზომის ცხელი სხეულია. მთელი ეს უდიდესი კულტურა იქნება სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში. ათენის ბედნიერების შურთ სხვა პოლისებს, განსაკუთრებით სპარტას და მის მოკავშირეებს. მათ შორის ცივიომი ჯერ კიდევ სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ ღვივდებოდა და 431 წლისთვის ცივიომი ნამდვილ ომში გადაიზრდება. სპარტა და მისი მოკავშირეები ათენს ალყაში მოაქცევენ. მოსახლეობა გალავანს აფარებს თავს. პროდუქტით მომარაგებაში შეფერხება არ აქვს. ზღვიდან შეაქვთ აფრიკიდან წამოღებული ხორბალი. მაგრამ ამ ხორბალთან ერთად ქალაქში შეაღწევს ანტიფი ან ჭირი და ათენში იწყება ეპიდემია, რომელიც პერიკლესაც იმსხვერპლებს. მას შეცვლის დემაგოგია. სხვათა შორის დემაგოგი ნიშნავს ხალხის ლიდერს. ცუდ კონოტაციას ის იძენს მხოლოდ პერიკლეს სიკვდილის შემდეგ. მოკლედ, ლიდერად ირჩევენ მას, ვინც ხალხს უფრო მეტ სპირდება. ასე აღმოჩნდება ათენის არმიის და ფლოტის სათავეში ალკივიადე, პერიკლეს უპრინციპო ძმისშვილი. ის გადაწყვეტს პატარა წარმატებული ომის დაწყებას სიცილიელების წინააღმდეგ. თითქოს სპარტასთან პრობლემები არ ყოფნიდათ. ფლოტი მოემზადება, მაგრამ ღამით ექსპედიციის დაწყებამდე მოხდება გაუგებარი რამ. მთელ ქალაქში ჰერმესის ყველა ქანდაკებას დააზიანებენ. ჰერმეს კი ის დატვირთვა ჰქონდა, რომ ომის მონაწილეებს და მშვიდობიან მოსახლეობას ღვთაებრივ დაცვას პირდებოდა. პოლისი განრისხდება და პროვოკაციაში ალკივიადეს დაადანაშაულებს. მას სასამართლოში დაიბარებენ. ის კი გაიქცევა სპარტაში და მათ მოსთხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. მთავარი სტრატეგი მტრის კონსულტანტი ხდება. მოკავშირეები ერთი მეორეს მიყოლებით გადიან თამაშიდან. ცნობილი ფლოტი დამარცხდება. ათენელები დათანხმდებიან დამამცირებელ მშვიდობას, რომლის პირობაცაა გალავნის კედლების დანგრევა. სამაგიეროდ ამ პირქუშ ფონზე აყვავდება დიდებული ბერძნული თეატრი, კლასიკური ტრაგედია და კომედია. სამი დიდებული ტრაგიკოსი, ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე და კომედიოგრაფი არისტოფანე ქმნიან პიესებს, რომლებსაც დღემდე დგამენ. თუმცა ისინი ამ პიესებს იმ განცდით ქმნიდნენ, რომ პირველი დადგმა ერთადერთი იქნებოდა. ასე იყო მაშინ მოწყობილი თეატრი. სამაგიეროდ მას ათასობით ადამიანი ნახავდა დღევანდელისგან განსხვავებით. ანტიკური დრამა ყოველთვის აქტუალურ მოვლენას ეძღვნებოდა და ისე გამოდიოდა, რომ რაც უფრო ცუდად იყო ქალაქის საქმე, მით უკეთესი შედეგი ჰქონდა კულტურას. პელოპონესის ომს გამარჯვებული არ ჰყავდა. საბერძნეთის ყველა პოლისი კრიზისშია. სამაგიეროდ მოულოდნელად კარგად აქვთ საქმე მაკედონელებს, ბერძნების შორეულ ნათესავებს, რომლებსაც ისინი თითქმის ველურებად თვლიდნენ. ამ დროს მაკედონიაში შემოსავლის ძიებისას დიდი ფილოსოფოსი არისტოტელეც კი მიდის. იქ ის მუშაობს ერთი ძალიან ნიჭიერი ბიჭის რეპეტიტორად. ბავშვის მამას ჰქვია ფილიპე. სწორედ ის განამტკიცებს მაკედონიის სამეფოს და 328 წელს ამარცხებს ბერძნების კოალიციას და თითქმის მთელ საბერძნეთს აერთიანებს ერთ კავშირში, რომ საბოლოოდ ბოლო მოუღოს სპარსელებს. მაგრამ ფილიპეს კლავენ და მამის საქმეს განაგრძობს ალექსანდრე მაკედონელი. ის ელვის სისწრაფით იჭრება აზიაში. ამარცხებს სპარსეთის მეფის დარიოსის არმიას, მაგრამ სახლში არ ბრუნდება და ინდოეთამდე მიდის. ასე იბადება ახალი ელინისტური სამყარო, რომელშიც ბერძნული და აღმოსავლური კულტურები ერთ მთლიანობად გადაიქცევა. პოლისის მოდელი მთელ მსოფლიოში კვიდრდება. ყველგან ჩნდება ალექსანდრიის ქალაქები, მაგრამ ყოველგვარი დემოკრატიის გარეშე. ყველა მოხელე აზიაში ლაპარაკობს ბერძნულ ენაზე. ევროპაში კი ძველი ღმერთების გვერდით სახლდებიან ახალი ღმერთები, რომლებსაც აშკარა აღმოსავლური ნიშნები აქვთ. თავად ალექსანდრეს ეგვიპტეში ღმერთად გამოაცხადებენ. ის აღფრთოვანებულია და ეხლა მხოლოდ იმელჩებს იღებს, რომლებიც მიდიან არა მიწიერ, არამედ დელფოსის ღმერთებთან შესახვედრად. პროტოკოლი ყველას მის ფეხებთან გართმას ავალდებულებს. არავინ იცის, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, მაგალითად ნაპოვნია ბერძნული დეკრეტები, რომლებშიც მეზობელი ინდოელები ბერძნებს ბუდიზმის გავრცელებას თხოვენ. მაგრამ ალექსანდრე ახალგაზრდა დაიღუპა. მისი იმპერიის მომენტალურად იწყებს დაშლას. ვიდრე ალექსანდრე მაკედონელის მიმდევრები, ეპიგონები ერთმანეთს ებრძვიან, დასავლეთით იზრდება ახალი ამბიციური სახელმწიფო. ძველი დროით 156 წელს საბერძნეთს დაიპყრობს რომი. 30 წელს კი ელინიზმის ბოლოს აღრდენს ეგვიპტეს. მაგრამ ბერძნული კულტურა აქაც იმარჯვებს და რომის ექსპანსიის წყალობით საბოლოოდ ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
ახლა რომაელები ბერძნულად კითხულობენ ილიადას და ოდისეას, შემდეგ კი ბერძნულად წაიკითხავენ ახალ აღთქმასაც. 320 წელს ძველი ბერძნული კოლონიის ბიზანტიის ადგილას იმპერატორი კონსტანტინე ააშენებს ახალ ქალაქს, კონსტანტინოპოლს. ასე დაიწყება ბიზანტიის იმპერიის ისტორია, რომელიც ბერძნულ კულტურას გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს მომდევნო 1000 წლის განმავლობაში და მემკვიდრეობად კიდევ ბევრ საჩუქარს დაგვიტოვებს. თქვენ რა იცით ძველი ბერძნების ისტორიის შესახებ? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ზღარბი და მოუყევით მის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ამით ძალიან დაგვეხმარებით.